მოგესალმებით მეგობრებო და ძალიან მოკლედ მინდა კიდევ ერთხელ შევეხო დღეს ირანის თემას. დიდი შანსია რომ ეს ომი მალე არ დამთავრდეს და იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ომი მალე დასრულდება და შეძლებენ დაამხობენ მოქმედ რეჟიმს ირანში და დასრულდება აიათოლების მმართველობა. კაცმა არ იცის ასეთ შემთხვევაში როგორ განვითარდება პროცესები ირანის ტერიტორიაზე და რამდენ ხანს გაგრძელდება ქაოსი, ანარქია და არეულობა. ამისი ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა თუ მსგავსი რეჟიმების დამხობის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში როგორ განვითარდა პროცესები და არ არის გამორიცხული რომ იგივე მოხდეს ირანშიც. შესაბამისად ჩვენ ვერ გადაურჩევით იმას რომ ირანიდან ტოლვილების ტალღა მოგვაწყდება და ეს გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა მოგვიწევს რომ ქვეყანაში მივიღოთ გარკვეული რაოდენობა ტოლვილების. აქ ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ, არ უნდა დავივიწყოთ და პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენთვის ჩვენი დები და ძმები, რომლებიც ცხოვრობენ ირანში და რომლებიც ფერეიდნელი ქართველების სახელით არიან ცნობილები. დიახ, ეს ადამიანები არიან ჩვენი სისხლი და ხორცი და გამორჩეულად მაგარი ქართველები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თუ არ ვცდები მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასმა ძალით საქართველოდან გადაასახლა ირანში მათი წინაპრები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნე გავიდა და ეს ადამიანები ცხოვრობენ მუსლიმურ სამყაროში და საკმაოდ მკაცრი რეჟიმების ქვეშ მოუწიათ ცხოვრება მრავალი თაობის განმავლობაში, ეს ადამიანები დღემდე ინარჩუნებენ იდენტობას, დღემდე ინარჩუნებენ ენას და დღემდე იძახიან, რომ ისინი არიან ქართველები. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ადამიანებს უნდა ყურადღება მივაქციოთ, ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და მათი ისტორიული სამშობლო საქართველო და მათი ისტორიული დები და ძმები ქართველების სახით დიახ, მზად ვართ, რომ ეს ადამიანები მივიღოთ და გულში ჩავიკრათ. ამით ჩვენ ორ კარგ საქმეს გავაკეთებთ. პირველი კარგი საქმე ის გამოვა, რომ ისტორიულ სამშობლოში დავაბრუნებთ ჩვენ სისხლს და ხორცს ქართველებს და მეორე კარგი საქმე ის გამოვა, რომ ჩვენ ამით ტოლვილების მიღების თვალსაზრისით გარკვეულ კვოტას ლიმიტს შევავსებთ და უცხო ტომელების მაგივრად ქვეყანაში მივიღებთ ჩვენ სისხლს და ხორცს ეთნიკურად ქართველებს. და მე თამამად შევძლებთ იმის თქმას, რომ აი ჩვენ აღარ შეგვიძლია რომ ამის მეტი რაოდენობა მივიღოთ ქვეყანაში დევნილები და თამამად შევძლებთ რომ დავკეტოთ საზღვარი და მსოფლიოს განუცხადოთ, რომ აი რაც შეგვეძლო ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ მცირეერი ვართ და პატარა ქვეყანა გვყავს, ის რაოდენობა მივიღეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ 100,000-ობით ირანიდან წამოსულ ოჯახებს ვერ მივიღებთ ფიზიკურად და ეთნიკურად ქართველების რაოდენობა არც თუ ისე კატასტროფულად დიდია დღესდღეობით ირანში და დაახლოებით 15,000 ოჯახამდეა საუბარი, რომ აი ესეთი ოჯახები, რომლებიც დღესაც იძახიან, რომ ქართველები არიან, ცხოვრობენ ირანში. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ადამიანები აი ესეთი გაჭირვების დროს ჩვენ არ უნდა მივატყუოთ, უნდა ყურადღება მივაქციოთ და როგორც შეგვეფერება ქართველებს, ისე უნდა მოვიქცეთ. ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ დღემდე არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არანაირი განცხადებები არ გაუკეთებია, თითქოს ეს ადამიანები საერთოდ არ არსებობდნენ და ეს არის ძალიან გულსატკენი და სამწუხარო. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლება
გადადგავს ქმედით ნაბიჯებს და ამ ადამიანებს აგრძნობინებს, რომ არ არიან ისინი მარტო და დიახ, ისტორიული სამშობლო საქართველო გზად არის, რომ ეს თავისი შვილები დაიბრუნოს და ჩაიკრას გულში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამით ჩვენ ორ ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. პირველი კარგი საქმე იქნება ის, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება და დაუბრუნდებიან თავის ისტორიულ სამშობლოს ეს ოჯახები და მეორე კარგი საქმე ის იქნება, რომ უცხო ტომელების ნაცვლად ქვეყანაში მივიღებთ ქართველებს, რომელიც არიან ჩვენი სისხლი და ხორცი. ეს არის რისი თქმაც მინდოდა დღეს ამ თემასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ სწორად და გასაგებად ავხსენი ის თუ რისი თქმაც მინდოდა.